პოლიციამ გაგვაჩერა. დაარტყი უკვე. რაღაც ზღაპრულ გარემოში ვართ. ეს მთები, ნისლი, ლამაზი სახლები, ყვავილები. ტექპასპორტი დავკარგე. კიას ცენტრში არ დამიბრუნეს. კიდევ კარგი ისეც მაინც ვცვლით. ფასი არ ვიცი. დარეკეს იქიდან და ტექპასპორტი იქ აქვთ. 5 საათამდე მუშაობენ. ახლა არის პირველი საათი. ზეც ჯერ ახლა ვცვლიან, არ ვიცი რამდენი ხანი დაჭირდება. იმედია 5 საათამდე ამ ყველაფერს მოვასწრებ და არ დავრჩები ისევ აქ. სლოვენიაში გამოვიკეტეთ. რა ვერ გამოცვალეს ეს ზეთი იმენა 1 საათია ველოდებით. აუ ლუბლიანაში უნდა დავბრუნდეთ ისე. მანქანის დოკუმენტები დავიბრუნე და ცენტრში გამოვედით, იმიტომ რომ უბრალოდ კრუასანი გვინდა. და აქედან უნდა წავიდეთ სადმე დოლომიტებთან ახლოს, რომ მე დოლომიტებში წავიდეთ პირდაპირ. როგორც იქნა მივდივართ უკვე იტალიაში, გზაში ვართ უკვე, მაგრამ ზავიან გაფუჭდა. ზოგჯერ ვერ ხედავთ საერთოდ ვერაფერს. რაღაც უსასწაულეს ადგილას ვართ, ეხა გაგახედებთ. დავჩექინდით, ეს არის ჩვენი აპარტამენტი უსაყვარლესი. სოფლებში. ბევრად კარგი სიტუაცია არ ვიდრე ქალაქში. ან სენსორებზეა ყველაფერი რა. არა და ფერმა არის. ფანჯრიდან გამოვიხედე და ვხედავ ულამაზეს. ფაიმე რა ლამაზი ხედია. ჩემი მანქანაც რა ლამაზია. მიყვარს ეს სახლი. ყველაფერი გემოვნებიანი აქვს. ეს ჭაღიც კი მომწონს. დავიჯარით მივდივართ იტალიისკენ და ულამაზესი როლიკოსტერიდან ვართ 20 წუთში და უნდა გავიაროთ მანდა. გზის სამუშაოები მიმდინარეობს და აქ რო საცობი არ დადგეს, უყენია ჩუქნიშანი. საქართველოში მარეგულირებელიც არ დგას ხოლმე და თუ დგას, იქნებს უაზროდ ამ რაღაცებს და ყოველთვის საცობია. ალპურ მთებზე მოვედით სასრიალოდ, რომელიც არის აი ჩვენს წინ. დაკეტილია, რადგან სეზონი არ არის. ძლივს ვიყიდეთ პარკირება და ჩავდე აქ, არ ვიცი რამდენად სწორია. გულგატეხილი ვარ. მთელი ზამთარი და ზაფხული მუშაობს, მაგრამ შემოდგომას არ მუშაობს. მინდოდა დაჯდომა. იტალიური საუზმე გვაქვს. იმედია ბარათის გადახდა ექნებათ. ახლა გავიაზრეთ, რომ ქეში საერთოდ არ გვაქვს. ეს არის პეპერონი და ეს მარგარიტა. 8 ევრო გერდა. ყველა ლაპარაკობს, ანუ იტალიურად. ადგილობრივ ბაზრობაზე შემოვედით, სადაც ხელნაკეთი და ტყავის აღზები იყიდება მოკლეთა და ნუ არა მხოლოდ ტყავის და Ciao, buongiorno, hi. Hi, buongiorno. გავიარე და უბრალოდ შევიხედე რომ მაინტერესებს და რა ქონდათ შიგნით. კაცი გამოვარდა ეგრევე და მეუბნება რომ ესეთი ტყავის ქურთუკების მოსინჯო 20 ევრო. მოსინჯო. Ciao. Hi. ახლა აქვს ჭამის შესვენება. მთელი ქალაქი მაგდუს პარალიზებულია. დაკეტილია აფთიაქები, მაღაზიები, ყველაფერი დაკეტილია. ყველა ჭამს. პარკირებაზე ვამატებთ დროს. აუ ვერ გავიგე რა უბედურება იმენა დენიკინის დროინდელი აპარატებია. აი ესეთი ბარათი მოგცა. კარაბინიერიც. გააჩერა. სასაზღვრო პოლიციამ გაგვაჩერა. მართვის მოწმობა მივეცი. მიკითხა, ქეში გაქვსო? მე ვთხარი არა თქო და მეკითხა ქეში არ გაქვს? მეთქი არა, არც ერთი თეთრი არ მაქვს ქეში, იმიტომ რომ ევროტურში რომ მოგზაურობ, არც ერთი თეთრი არ მაქვს ქეში, აღარ დაგვრჩა. დამიბრუნეს ჩემი დოკუმენტები და ახლა შევდივარ ფასიან გზაზე. გვირაბში ვართ შემოსულები. 100 არის დაშვებული.